დღევანდელ მოლოდინებთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ დღეს ქართული ოცნება ამ ინიციატივას ჩააგდებს? ხავშა ვიკავებ ახლა ძალიან პოლიტიკური მიმოხილველი ვარ გამოვიდე. დაველოდოთ ალბათ ხო 1 საათში მაქსიმუმ გვეცოდინება რა ხდება. ეს უბრალოდ დავამატებ რომ რამდენად დაიცალნენ საერთოდ ყალბი არგუმენტებისგანაც კი ქართულ ოცნებაში რომ მხოლოდ ჩერჩა შემდეგი არგუმენტი ამბობენ რომ ეს პროპორციული სისტემა ნაციონალურ მოძრაობას აწყობსო და ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლას ხელს შეუწყოსო და ამიტომ ეხლა ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ამ პროექტს არა და გაგახსენებთ მთელი ამ 5 თვის განმავლობაში ხო თუ რამდენიც გავიდა საუბრობდნენ სრულად საპირისპიროს თუ კი ვინმეს არ აწყობს საარჩევნო პროპორციული ერთიანი პრინციპი ეს არის ნაციონალური მოძრაობა რა მაგრამ ნუ ამათ როგორ ჩანს გონიათ რომ ეხსიერება ძალიან ხანმოკლე გვაქვს არ ვიცი დაველოდები 1 საათის შემდეგ გავაკეთებ შესაბამის განცხადებებს კომენტარებს მე ვფიქრობ რომ თუ კი ჩააგდეს და ისეთი პირიქით რომ ჩააგდებენ ის არგუმენტი ასევე მეორე რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ვერ დააწმუნა დეპუტატები ვარად არ ვიცი ხუნდაძე ბერაია სხვები მაშინ აუცილებლად ჩვენ უნდა დავარწმუნოთ საზოგადოება უნდა დავარწმუნოთ აი ეს მაჟორიტარი დეპუტატები სად ზამთრობენ კიბურჩხალები ბატონიკა დღეს ითქვა განცხადებები მის შესახებ რომ რიგარეში არჩევნებისთვის ემზადება ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ამიტომ ემსახურება მიზნად პროცესის გაჭიანურება და თქვენ სახსენებთ რომ ეს პროცესი მოემზადება ბიძინა ივანიშვილი თუ კი საზოგადოება იქნება ერთსულოვანი და აუცილებლად იქნება მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებში განსხვავებებისა ერთად დადგება მე მჯერა და ვინც არ დადგება ამ უზნეობის წინააღმდეგ ის უბრალოდ თეორიულ შანსს კი დაკარგავს ცხოვრებაში ოდესმე რაიმე პოლიტიკური წარმატების მიღწევისა. ჩვენ უნდა ვუყარნახოთ და ჩვენ ვუყარნახებთ დღის წესრიგს. ნამდვილად აქ უკვე დასახევი აფე არ იქნება. შეურაცხყოფაცაა და შეურაცხყოფაც ხო ასეთ თავხედურად დღესაც სილას გაგაწნიან. აქ უკვე ნაციონალური მოძრაობა ევროპული საქართველოს ლეიბურისტი პარტია და სხვა პარტიები არის მესამე მეოთხე და შემდეგ მეხუთე ხარისხოვანიც. უბრალოდ პოლიტიკურ ოპოზიციურ ლიდერებზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული საზოგადოებასთან ერთად და ეს ის შემთხვევა სადაც ყოყმანი არ არის საჭირო.